მოგესალმებით, დღეს ვისაუბრებ პანიკურ შეტევაზე. მაგალითისთვის მოვიშველიებ სერიალ „დაკარგულების“ ერთ-ერთ სცენას, სადაც შენონს აქვს პანიკური შეტევა და ჯეკი ეხმარება მას. სიმპტომები კარგად ჩანს შენონის მაგალითზეც, ესენია სუნთქვის გაძნელება, სწრაფი გულისცემა, დახრჩობის შეგრძნება, ოფლიანობა, კანკალი ან ძლიერი დაძაბულობა სხეულში, დისკომფორტი ან ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე ან დაბუჟება კიდურებში, კონტროლის დაკარგვის, გაგიჟების ან სიკვდილის შიში, სიმხურვალის ან სიცივის შეგრძნება, გულისრევა ან თავბრუსხვევა და დეპერსონალიზაცია ან დერეალიზაცია. რაც შეეხება გამკლავებას, არსებობს სხვადასხვა მეთოდი. ამ კონკრეტულ სცენაში კარგად ჩანს ერთ-ერთი ძირითადი მიდგომა, სადაც ჯეკი ეხმარება შენონს ორად ჩაისუნთქოს ცხვირით და ამოისუნთქოს პირით, რათა შეამციროს შეტევის ინტენსივობა. პანიკური შეტევის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, თუმცა როგორც წესი 5-დან 20 წუთამდე გრძელდება.